ხო არა? სრულიად ახალია, brand new. უნიკალური ის არის სავარჯიშო მადლობელია. მაგრებითა. ეს ამათ კაპიტანი არის. აგერ ეროვნული ნაკრების. და ამაზე ძალიან გაიჭერია, მართლა გაიჭერია არიან. მაგრები. და გვასახელებენ აუცილებლად. დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, იმიტომ რომ ხო იცით ვიცი, რა თქმა უნდა, ყველაფერი სუდი ბაზა გააკეთა 4 აკეთებენ კიდე დამატებით და ჯამში 60 მილიონი დაიხარჯა ამ ყველაფერში. ეს ბაზა დაждდა მეგონი 5 მინუტი ნახევარი, ხო? პრობლემები რო ქონდა, ბატონი ირაკლი იყო ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ვიდგა ყოველთვის გვერდზე გვედგა. ყოველთვის ქართულ და შესაბამისად ვიგულეთ რომ თქვენს გვერდითა ვარ ყოველთვის. 2009-ში დავიდეთ წრეში. ბატონი ირაკლი იყო ფონდის კი, მე არ დამოვიწყება პირადად, ხო, რა თქმა უნდა. ეს ხო მოგვიწევთ მუზეუმისთვის. ბატონო, თქვენ ნახეთ როგორი გახარებულები არიან ჩვენი რაგბისტები. ეს არის ჩვენი მომავალი თაობა. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ბაზა არის სრულად დაფინანსებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ. მოგეხსენებათ, რომ ბატონი ბიძინამ დაიწყო რაგბის განვითარების პროგრამა 2009 წელს ჯერ კიდევ. ამ პროგრამის ფარგლებში უკვე აშენებულია 7 ბაზა, ეს არის მე-7 ბაზა, რომელშიც დახარჯული არის მე-7 ბაზაში დახარჯული არის დაახლოებით 6 მილიონი ლარამდე. და ჯამში არის უკვე დახარჯული ბატონი ბიძინას მიერ 55 მილიონი ლარი. ჩვენ გვაქვს, ჩვენს ქვეყანას აქვს აბსოლუტურად თანამედროვე ბაზები, ისეთი როგორც ევროპაშიც კი არ არის. თვითონ განსუფრებულები არიან ჩვენი შოტლანდიელი მწვრთნელები და პარტნიორები, ანუ ის სახელმწიფო, რომლებიც ჩამოდიან, ვისთანაც გვაქვს ჩვენ ურთიერთობა და ახალი ზელანდიელებიც, ისინი ნატრულობენ ასეთ ბაზებს თავიანთ ქვეყნებში. და ასევე მინდა გითხრათ ის, რომ სწორედ ერთ-ერთი მთავარი გამსაზღვრელი ფაქტორი ის გამოც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის, ასე ვთქვათ, მანდატი არის ის, რომ ასეთი ბაზები აქვს ჩვენს რაგბს. შედეგი არის სახეზე, შედეგი არის ის, რომ ჩვენი რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელობა ბატონი გიან იჟარაძე და მთლიანად მთელი გუნდი, მისი გუნდი არის აბსოლუტურად მოტივირებული, რომ ჩვენმა რაგბისტებმა კიდევ უფრო მეტი გამარჯვება მოგვიტანოს და გვასახელონ. და ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, იქნება ბედნიერი და ამაყი იმისათვის, რომ ვიხილოთ ჩვენ ბევრი გამარჯვება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ქუთაისში გაიხსნა 11 მილიონი ლარის ოდენობის მილიონი ლარის ღირებულების ბაზა, ეს არის უნიკალური ბაზა, რომელიც ასევე ბატონი ბიძინას მიერ არის დაფინანსებული, აშენებული და ფოთში გაიხსნა ასევე, რომელიც 7 მილიონი ლარი დაჯდა. ასე რომ კიდევ ერთხელ მე მინდა აღვნიშნო განსაკუთრებული წვლილი ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ქართულ ფონდის, რომელიც უნიკალურ საქმეს აკეთებს რაგბის განვითარების საქმეში. მე მინდა გავიხსენე ერთი ისტორია, როცა ჯერ კიდევ ალბათ 7-8 წლის წინ, როცა იდეა იყო ასეთი, რომ თვითონ ბატონ ბიძინას ინიციატივა იყო, რომ ფეხბურთისთვის გამოეყო 100 მილიონი დოლარი. მაშინდელმა მენეჯმენტმა და მაშინ მთავრობამ ვერ უზრუნველყო, ასე ვთქვათ, ამ თანხის მიღება და პრაქტიკულად უარი უთხრეს ფეხბურთის განვითარებაზე და სწორედ მაშინ ბატონი გია და სწორედ მისი სწორი მენეჯმენტის გამო მოხდა ამ თანხის გადმომისამართება რაგბის განვითარების საქმეში. ასე რომ სახეზე გვაქვს შედეგი. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას. თვითონ ამ ბაზის მშენებლობა დაახლოებით 6 მილიონი ლარამდე დაჯდა და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ვიქნებით 2017 წელს მასპინძლები ახალგაზრდა ჩემპიონატის, ეს სასაკის ამასაკის ახალგაზრდებს მოუწევთ საქართველოს ღირსების დაცვა და ეს ინფრასტრუქტურა ზუსტად ხელს შეუწყობს, რომ ჩვენი სპორტსმენები ღირსეულად დახვდნენ, რაგბი კიდევ უფრო განვითარდეს და ერთ-ერთი კიდევ უფრო მოწინავე გახდეს სოფლიოში. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო ბიზნეს და ფონდის თანამშრომლებს მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ ქართულს, ესეთ დიდი საჩუქრის სპორტის და დარწმუნებულად სხვა კომპანიებიც მიბაძავენ და მსგავსი ინფრასტრუქტურა
შეუწყო სპორტის განვითარებას. ემოციები, ზღვა ემოციებია. გულწრფელად გეტყვით, იმიტომ რომ ხა ვიხსენებდით როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი. რა ვიცი, დავიწყებ მადლობით, რასაკვირველია პირველ რიგში, რომ არა ბატონ ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება, რომ არა ფონდ ქართულს უზარმაზარი სამუშაო, რომელიც მან ჩაატარა, ესეთი საოცარი ბაზები და სტადიონები ჩვენ არ გვექნებოდა. ამისთვის უღმესი მადლობა. ლელო ის კლუბია, რომელსაც ნამდვილად დაიმსახურა ის, რომ ჰქონდეს საკუთარი ბაზა, ისევე როგორც რამდენიმე სხვა კლუბმა და საერთოდ ყველა სარაგბო კლუბმა. ამაზეც ბევრი ვილაპარაკე დღეს და იმედია, რომ უახლოეს მომავალში პრაქტიკულად ყველა დაკმაყოფილდება ბაზებით და სარაგბო სავარჯიშო სათამაშო მოედნებით. დიდი დღესასწაულია, რამდენიმე დღის წინ ფოთის კომპლექსი გავხსენით, შემდეგ ქუთაისი, ეხლა ლელო და კიდევ ბევრს გავხსენით ამ დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში. ასე რომ ძალიან ბედნიერები ვართ, ძალიან გახარებულები ვართ და ულოცავთ ყველას რაგბის გულშემატკივრებს, ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ესეთი რამ ნამდვილად წინ წევს ქვეყნის საქმეს. მადლობა პირველ რიგში. გახარებული ვართ ბიჭები, როგორც ტრენერები, ასევე მოხარულები ვართ, რომ ესეთი კარგი ბაზა აგუშენდა, ბევრ კლუბს არ აქვს ესეთი ბაზა და მადლობა მინისტრს, რომ დღეს მოვიდა და მასთან ერთად გავხსენით სტადიონი.